მოგესალმებით Face Yoga Pygmalionis მეთოდის არხზე. მე ახლა გაჩვენებ მე-9 ვარჯიშს, რომელიც მიმართული არის ისევე როგორც მე-7 და მე-8, ჩვენი სახის ოვალის კისრის აი ამ ზონის პუნქტების გასამყარებლად. ვარჯიშს ვაკეთებ შემდეგნაირად. დააფიქსირეთ აი ზონა. ჩვენ ამ ვარჯიშს ვაკეთებ ჩვეულებრივ ლოტოსის პოზაში, თავის გადაწვეულ მდგომარეობაში და ვაკეთებ შემდეგ მოძრაობას. არის ზონა, ადრე ძევი, ქვევი, ძევი, ქვევი. ეს გამოიყურება წინ და შემდეგნაირად. აი ეს ზონა შეიგრძნით და გააკეთეთ მოძრაობას ძევი, ქვევი, ძევი, ქვევი. გავაკეთოთ ეს ვარჯიში ჯერ. ხელები სხედვათ ლოტოსის პოზაში, ხელები გუდებს გვერდიგვერდ, დავხაროთ თავი და გადავწევთ მაქსიმალურად უკან. დავხაროთ თავი, ხელები დავიდოთ მუხლებზე. ვაკეთებთ კისრის კუნთების მოსადინებელ ვარჯიშს. მინდა კარგად აგიხსნათ, რით განსხვავდება მე-7, მე-8 და მე-9 ვარჯიში. როდესაც გააკეთებთ ამ ვარჯიშს რამდენჯერმე, ჯერ გაგიუმჯობესდებათ შეგრძნება თქვენი კუნთების, უფრო კარგად შეიგრძნოთ, რომელი კუნთი არის ჩართული ამ ვარჯიშში. ესე იგი, მე-7 ვარჯიში არის მოძრაობა ყბის, აი ამ წერტილის წინ, უკან, წინ, უკან. მე-8 ვარჯიში არის მოძრაობა უკან, საწყის მდგომარეობაში, უკან, საწყის მდგომარეობაში. მე-9 ვარჯიში არის აი ეს კუნთები, აგვაქვს ტუჩთან, ძევი, ქვევი, ძევი, ქვევი. თუ გინდათ რომ გაიმკვრივოთ, აი ამ ზონის კუნთები, ეს არის საუკეთესო ვარჯიში ამისთვის. აკეთეთ 3 ვარჯიში მინიმუმ 30 ჯერ. დასაწყისში იმისთვის რომ დააფიქსიროთ გარკვეული შედეგი, ან გაიუმჯობესოთ ეს მდგომარეობა, ან გაიმყაროთ ეს კუნთები, აკეთეთ ეს ვარჯიში უფრო მეტჯერ, 60 ჯერ და უფრო მეტჯერ. შემდეგ შეგიძლიათ პროფილაქტიკისთვის აკეთოთ კვირაში 3 ჯერ, 30-30 ჯერ და მე გაწმენდით, ეს მოგცემთ საუკეთესო შედეგს. როგორ გავაკეთოთ პიგმალიონის მეთოდის მე-10 ვარჯიში, მე მას თქვენ გაჩვენებთ შემდეგ.